მოვედი მეგობრებო, დავბრუნდი. მოვედი ჩემო ძვირფასებო, მაპატიეთ, უნდა მეპასუხა ზარზე, მნიშვნელოვანი საუბარი ჭირდებოდა, ინფორმაცია, ასე რომ დავბრუნდი ისევ თქვენთან. საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგან ჩემო ძვირფასებო. სალამი ყველას. სალამი მეგობრებო, რის თქმას ცდილობთ ასე გამალებით. აიმე არ ვიცი, რა ხდება? რა ხდება მეგობრებო? რაღაც ხდება, რა ხდება? უღრმესი მადლობა ყველას. მოგეთ ჩემო მეგობრებო, დავიწყოთ ახლა თქვენი დახასიათებით. ვინც ვართ, რამდენიც ვართ, მნიშვნელობა არა აქვს. ერთო მეგობრებო, მოკლედ, ეს ნიღბიანი ადამიანები ხო არ გვანებებენ თავს. არც აქ და არც იქ. ხა. აი წეღანდელი რომ შემოგვიხტენ კიდევ ლაივში. კუმ, გამოყოფეხი მანიკურებით ამისვით, Life is love, საღამო მშვიდობის, ჩემო კარგო, როგორ ხარ? ძალიან მიყვარ ხარ. მოვედი მეგობრებო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დავიწყებ თქვენი ენერგიებით, დასყიდით, მოეწყეთ, განეწყეთ, ვის ჩაი, ვის ყავა, ვის შოკოლადი, ნუ ვის ნაბეღლავი, ვის ტარხუნა და ვის კიდევ ცხელი რძე, თაფლიანი რძე. დავიწყოთ მეგობრებო, თქვენი ენერგიები. როგორი იყო დღევანდელი დღე, ზოგადად ეს ორი დღე თქვენი ენერგიები. მოვედიო. ძალიან ცუდი, ძალიან დამღლელი, ძალიან ნეგატიური, ძალიან არასასურველი, ძალიან აი მეგობრებო. აი ძალიან ნეგატიური დღეები გქონდათ. ზეწოლა გქონდათ. კი. ზეწოლა გქონდათ. გაიხარე Life is love. ზეწოლა გქონდათ მეგობრებო. ზეწოლას გქონდა ადგილი. დღევანდელი თან სერიოზულად. როგორი იყო თქვენი დღე, თქვენი სიგნიფიკაცია? ჩარევები, მეგობრებო, ჩარევები, ადამიანების ჩარევები, ნერვების მომშლელები, რო არ ელოდები ისეთი ადამიანებიდან მეგობრებო. რა ხდებოდა კიდევ? კარმა. მოკლედ ეს არის თქვენი დასამუშავებელი მეგობრებო, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები და შორს. ეს უნდა ჩავაქრო, როგორ დამავიწყდა, კაცო. აი ეს მინდა განახოთ მეგობრებო. ერთო რაც სუდათ ვსივარ. ხო. ძალა გამოცდილები. უი, რატო? მშვიდობა ხო გაქვს, ჩემო კარგო. Life is love. რატო, ჩემო კარგო, რა ხდება? ჯანმრთელობა მთავარია. Life is love. Life is love, ძალიან მინდა შენთან საუბარი. შენი ნომერი კი მიწერია, მაგრამ აღარ მახსოვს სათხარ. ჩემო მეგობრებო, ერთი წუთით და მოვალ. ჩემო ძვირფასებო.
მეც ეს დღეები ჩემო ძვირფასებო ცოტა რთული მაქვს. საშინელი დღეები მაქვს, ჯოჯოხეთური დღეები მაქვს. მე თვითონ მთავარია მშვიდობა მოგცეს, ხო, განდეგილი საერთოდ ისეთი სიტუაციაში ხართ, რომ არავისთან საუბარი არ გინდათ, გინდათ ცალკე ყოფნა, თქვენს წარმოსახვაში, თქვენს ფიქრებში, ეხლა ხართ იცით როგორ სიტუაციაში, საერთოდ არავისთან დანახვა არ გინდათ, არავისთან საუბარი არ გინდათ, გინდათ რომ აი ესე მარტო იყვეთ და არავინ არ შეგაწუხოთ. ხო, აი ესეთი გინდათ. ზოგადად მე პირადად ასე ვარ, მეც ასე ვარ მეგობრებო. მარტო თქვენ არ ხართ ესე. ბევრია ესე, ეს არის ესეთი დღეები არის ახლა. ღრმესი მადლობა ყველას. ბევრი ამბობს, არ ვიცი რა მჭირს, მეც არ ვიცი რა მჭირს. მეგობრებო, გარწმუნებთ, მხოლოდ თქვენ არ ხართ, მასე ბევრია. კიდევ როგორი იყო თქვენი დღეები? როგორი იყო და თითქოს და მეგობრებო, იცი როგორ იყავით? გააზრებულად ანუ აზროვნებთ, სახი აზროვნებით, მაგრამ აზროვნებთ და იაზრებთ იმასაც, რომ ზოგადად საით მიდიხართ? ხო, აი სიმშვიდე გინდათ, გააზრებულად გინდათ სიმშვიდე. დედა რანაირად, მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ კარტები რანაირად მაქვს. ეხლა მიხვდით მეგობრებო. აი ეხლა მიხვდით. კიდევ თქვენი ენერგიები. მე საერთოდ არ მინდა არავისთან საუბარი მეგობრებო. ხო, კი მეგობრებო, აქ არის ჩარევები, ნეგატივები, ადამიანების, აი წეღან როგორ შემოგვიხტა? აი მეგობრებო, აი რა ვთქვა, წევლა, აი წეღან ხო დაინახეთ, როგორ ფეხზე შემოხტა ვიღაცა. მეგობრებო. ხო. კიდევ კარმულ გაკვეთილებს გავდივართ ჩემო ძვირფასებო. კარმულ გაკვეთილებს გავდივართ. ნახეთ, ხელფერ შეკრული ვართ. უყურეთ ახლა რა ხდება. გვინდა ურთიერთობა, მაგრამ არ გვაქვს. გვინდა წინ წავიდეთ, მაგრამ ვერ მივდივართ. გვინდა სიტუაციის გამოცვლა, მაგრამ ვერ ცვლით. გვინდა რაღაცას მივაღწიოთ, მაგრამ ვერ ვაღწევთ. აი ხო ხვდებით, ხელფერ შეკრული ვართ. რატომ ვართ? იმიტომ ვართ, რომ ეს არის წარსულიდან გადმოსული ჩვენი კარმული დავალებები, რომლებიც ამ ცხოვრებაში უნდა შევასრულოთ. ერთის მხრივ ეს ცუდი არ არის მეგობრებო, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ხო, თავს უნდა შემოუძახოთ ნამდვილად. კიდევ თქვენი ენერგიები. თქვენი ხო, აი მეგობრებო, ნახეთ, გახვეული ხართ რაღაცის ბადეში. აი მაგალითად, ეხლა ეს ვარ მე. დედას გეფიცებით, აი ეს ვარ მე, ტყუილებში, ადამიანების ტყუილებში, ადამიანების, აი ყველას რო ენდობით, ყველას რო გულღია ხართ, ყველასთან რო კარგები ხართ, ყველასთან რო თავდაბლები ხართ და ესეთები არ უნდა იყოთ. ესაა თქვენი კარმული ვალი, გამოსასწორებელი მეგობრებო. ანუ ხვდებით ხო? ასია ჩემო ძვირფასებო. ხო. ვართ ახლა სტრესში, ვართ ახლა დაბრკოლებებში, გული გვაქვს დამძიმებული. ხო. ძალიან გვინდა ყველაფერს მივაღწიოთ, მაგრამ ძალიან რთულია ჩვენთვის მეორე შანსი. მეორე შანსი არა, კიდევ ერთი შანსი. რა თქმა უნდა, იუზერ, რა თქმა უნდა. მე ამით არავის არ ვუხტები და შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ეს ჩემი სფეროა, ჩემო ძვირფასებო. ვისაც არ მოსწონს, ნუ შემოვა და ნუ მომისმეს, ნუ შეხედავს. ადამიანო. რა უფლება გაქვს? მოდიხარ და მეუბნები ჯოჯოხეთში დაიწვიო და შენ რატო გონია რომ არ დაიწვევი ამ სიტყვების მერე? რამე დაუშავეთ ვინმეს? იქნება და შენ იწვი ჯოჯოხეთში, კაცო. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცის თქმა? უზრდელები, უთავმოყვაროები, მეგობრებო, მაპატიეთ, მაგრამ კი. ხო, აბა ვის უთხრა? ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვევიო.
რაც უნდა ის თქვას, წყევლა მაწყევარისაა და ნათქვამი თქმელისაა. კიდევ ჩემო ძვირფასებო, დამწუხრებულები ხართ, ძალიან რაღაც დაიკარგეთ, მეგობრებო, დეპრესიებში, დაიკარგეთ დეპრესიაში, ძალიან ჩარჩით, გამოდით აქედან. უნდა აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, აი უნდა გამოასწოროთ თქვენი ცხოვრება. სპეციალურად მეგობრებო, აი თუნდაც საკუთარ თავს უნდა მიცეთ სიტყვა და პირობა, რომ ყოველთვის ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ კარგად იგრძნოთ თავი. ყოველთვის კარგად იგრძნოთ თავი. ყოველთვის მეგობრებო. გამოდით ამ კრიზისიდან. გამოუვალ სიტუაციაში ხართ თვითონ თქვენ თვლით ასე თორე თლათ ასეც კი არა საქმე. დღეს ძალიან მძიმე დღე გქონდათ ეთყობა. კი, დღეს გქონდათ ძალიან რთული დღე. გქონდათ როგორი დღე? აი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გაწუხებდათ, ადამიანის სხვადასხვა თქვათ საიტებიდან გოსტავდათ ადამიანები და ეს ყველაფერი მეგობრებო ძალიან მოქმედებს ზოგადად ადამიანებზე. ძალიან მოქმედებს ადამიანებზე. კი. ძალიან მომხიბვლელები ხართ. იცით როგორი გულის ხართ მეგობრებო, ძალიან გულთან მიგაქვთ ყველაფერი და აი ეს არ უყუპავთ. მე ვისვე უბნები. ჩემი შენ გითხარიო იმისია ზუსტად ეხლა ეს. ხო. გაიქეცით აქედან. გაიქეცით მეგობრებო, ამ სიტუაციას გაიქეცით, გამოდით. გამოდით. ერთი სული მაქვს, როდის გავალ აქედან. გავითვალისწინეთ თქვენი რჩევა და გახდი გამოშვი თავის საზეავო. ძალიანაც კარგი. ხო მეგობრებო, არ ვიცი ხა, არ ვიცი მეგობრებო, არ ვიცი, ანახე. Life is love, შენ კი მიხვდები ახლა. მეგობრებო, საკუთარ თავს აპატიეთ. საკუთარ თავს აპატიეთ რა, განასხვას რო რამე აწენინეთ, არა მეგობრებო, თქვენ საკუთარ თავს რო უშავეთ და დაუშავეთ, აი ეს მოუხადეთ, ეს ბოდიში მოუხადეთ საკუთარ თავს, უბრალოდ. ხო, ხო მეგობრებო. ოჯახის წევრები. რა ოჯახის წევრები? ხო, ზოგთან ოჯახის წევრებიდან. ზოგადად ასეთ დროს უცხო არავინ არ მოდის. საქმეც მაგაშია. გაიხარეთ მეგობრებო, უღრმესი მადლობა თქვენ. არ ინერვიულოთ, ენერგიაც მოგემატებათ. ენერგიაც მოგემატებათ მეგობრებო და წარსულში აღარ იქექოთ რო იტყვიან. ეხლა აქ ისეთი კარტი ამას ვერ გამოვაჩენ, მაგრამ იცოდეთ რომ ენერგია მოგემატებათ და ოღონდ წარსულში არ იქექოთ. იქ არაფერი არ გაქვთ მეგობრებო. წარსულის ფიქრები, რაც იყო, იყო. რაც იყო, თუნდაც 2 დღის უკან. ხო? რამე მოხდა? რაც იყო. მე ისეთი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს გუშინ წინ მეგობრებო. ვიტირე გავსკდი ნამტირალები უბრალოდ. აი არასოდეს არ ვაკადრებ სხვას ცუდ სიტყვას და არც საკუთარ თავთან ვაკადრებინებ ვინმეს და ვღებულობ აი ესეთ დამოკიდებულებას. ამიტომ ხო რა, აი აზრი ამ ნერვიულობის მითხარით მეგობრებო. ხო. ამ ყველაფრის აზრი ნერვიულობის. არის თქვენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ნამდვილად არის. აი თუნდაც ეს ოჯახის წევრი და თუნდაც ეს მეგობარი, თქვათ, ხო? რადგან ამოვიდა, ესეც გავითვალისწინოთ, თქვათ, დადებითად.
ძალიან მძიმე გადასატანია. აი ძალიან მძიმე გადასატანია. შეურაცხყოფა, რომელიც არ გეკუთვნის. ხო. აუცილებლად არის თქვენს ირგვლივ თუნდაც ერთი ადამიანი, ვისთვისაც ფასეული ხართ, ვისთვისაც ღირებული ხართ. თუნდაც ერთი ადამიანი მეგობრებო. ესეთი ქუცურა თქვენს ცხოვრებაში არის. არის ვიღაც ის მეგობარი, ის დაქალი, ის ძმაკაცი, ის მეზობელი, ის ნათესავი ვიღაცა, ვისთანაც აი შეგიძლია ისეთი საუბარი ყავადალიო, ისაუბრო, იჭორავო, გული გადააყოლო. აბატონო. აბატონო მეგობრებო. მე მყავს ახლა ესეთი მორიელი. ჩემი ძმა და მეგობარი. დედას გეფიცებით მეგობრებო. მასთან რო ვსაუბრობ, იმდენს თუ ოჯახის წევრებთან ვსაუბრობ და დედას გეფიცებით გეუბნებით. ხო, მეგობარი არის იმისთვის, რომ იმას, რასაც ვერ ეტყვი და ვერ იტყვი ოჯახის წევრთან, იმას, რასაც ვერ იტყვი ოჯახის წევრთან, არ ვიცი, ვურეკე არ მიპასუხა, მივწერე არ მიპასუხა, არ გამცა პასუხი. არ ვიცი. ასაღამოს დამირეკა და მე ვერ ვუპასუხე, მერე დაურეკე და მივწერე, მან ვერ მიპასუხა. არ ვიცი. მოკლედ თქვენი სიგნიფიკაცია დღევანდელი დღე. არსა და რა გამძრალი. არა, ეს ის ტიპი არაა სადმე რო გაძვრეს. არა, მეგობრებო, ძალიან ალალი, ძალიან მართალი, ძალიან თავისუფალი ადამიანი, ერთ გული. კი. ნამდვილად ასეა. სამეგობროდ არის არაჩვეულებრივი ადამიანი. კახელია თან. მის საუბარს რომ მოусმინოთ, ზოგჯერ შეიძლება მე ზოგჯერ კარგად უნდა დავუკვირდე რომ მივხვდე, მაგრამ არც. ხა. მოკლედ ჩემო ძვირფასებო. არი ნერვიულოთ, მომავალი გაქვთ ნათელი, პერსპექტივა. მომავალი პერსპექტივა გაქვთ ნათელი, ასე რომ არაფერზე არ იდარდოთ. ეს ყველაფერი წავა, მიდის, მეგობრებო. ეს არის ჩვენი გაკვეთილი. ვის ვეუბნები ახლა ამ ყველაფერს მე, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, მეგობრებო. ხო. კი, ძალიან. კი, მის მერია, ძალიან. კახელებიო, აჰა, ესე იგი კახელი ხარ შენ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ არაფერზე არ ინერვიულობ, ყველაფერი გაივლის, ოღონ მართლა. როდისღა წავაო, რა როდისღა წავა, თეა? რა როდისღა წავა? ზუსტად ლაივის ლავ, ზუსტად. აი ზუსტად. ჩემო ძვირფასებო, გუშინ თქვენთან ვერ მოვედი წუხენ, მაგრამ ინტერესმა შემჭამა და პირადზე გავიშალე. პირადზე გავაკეთე გაშლა. ჩემს პირადზე გავაკეთე გაშლა, მეგობრებო. ინტერესმა მომკლა. ლაივის ლავ, შენ თუ აკეთებ ასე. ჩემო კარგო. მეგობრებო, ხშირად არ ვაკეთებ ასე, მაგრამ აი 1000 ერთხელ თუ წამომიარა, ის უნდა გავაკეთო. თუ გადამიბრუნდა შარიკი თავში და გავიფიქრე ის, რომ არა, ეხლა უნდა გადავხედო ჩემსას მეთქი, ჩემს ისტორიას მეთქი, ხო? სიო, მეგობრებო, ის უნდა გავაკეთო. ამოვყარე კარტები, ტაროს დასტეთ. ხოლოდ ტაროს დასტაზე ნახევრამდე მეგობრებო, აი ნახევრამდე ამოვყარე კარტები. ამოვიღე კარტები და ცოტა არ იყო ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ხო, მეგობრებო. აი ასე. გული დავიმშვიდე. რა გინდათ? გული დავიმშვიდე, მეგობრებო. იცი როგორი მოტივით ვაკეთებ ამ ყველაფერს, თუ გამომივა, თუ არ გამომივა და ესე კი არაა საჭირო, რომ ინფორმაცია გავიგო და აღარ ნერვიულობ არც მაგაზე. ზოგჯერ არის, რომ ტაროს დასტა არ მოგცემს ინფორმაციას, არ გეტყვის. ამიტომ თუ არ მეტყვის, არ ნერვიულობ არც მაგაზე. ალბათ არაა საჭირო, რომ რაღაცები გავიგო იმ მომენტში, რაც მაინტერესებს. ამიტომ მეგობრებო, არც მაგაზე ნერვიულობ. ხო. მოკლედ ესეთი იყო თქვენი დღევანდელი დღე და დახასიათება ენერგიები.
მოდი ახლა ნახოთ თქვენი პარტნიორის ენერგიები შემოძვირფასებო. მინდა მეც პირადი გაშლაო. მეგობრებო, ძალიან, აი ეს დღეები მეც ძალიან ისე ვარ, ამიტომ თავ შევიკავებ პირადი გაშლებიდან, ოღონდ სერიოზულად, მინდა რომ აქედან გავიდე როგორმე. მართლა გეუბნებით პირად გაშლებზე თავს ვიკავებ. გავაკეთე წუხელ გავაკეთე და всё, იმიტომ რომ აი მეც ცოტა ისეთი სიტუაცია მაქვს, რომ არ მინდა მეგობრებო ჯერჯერობით. არა უშავს, აი პირადისთვის ამ ლაივებით, ამ საჯარო გაშლებით ცოტა გაიტანეთ თავი მე. მოვიდა. ვინ თქვა რომ არ მოვაო? მორიელ გახსენეს სხვათა შორის. ხო, გახსენეთ მორიელ. გახსენეთ, შენ ამას მოусმენ ხვალ, ვიცი მე და დაინახავ რომ გახსენეთ. ხო. ჩემო ძვირფასებო, მე და მორიელმა გუშინ იყო ხო მორიელ ვისაუბრეთ. მე მაქვს გეგმა. გაიღვიძე. გაიღვიძე. არა უშავს მორიელ, გეპატიება. შენ ხარ ერთი ჩვენი ჯგუფის წევრი, რომელსაც ეპატიება. ხო, დაგვიანებაც ეპატიება, ჩასტრახვაც ეპატიება, გაკვეთილების. გეპატიება მორიელ. ხო. დოქტორი თუ დირექტორი მე ვარ. ხო. მე და მორიელმა ვისაუბრეთ, მე ერთი იდეა მაქვს ესეთი, ეხლა არ ვიტყვი აქ რა იდეა მაქვს, თორემ ამაფეთქებენ მეგობრებო. მორიელმა იცის მიხვდება ეხლა რაზეც საუბრობ. ერთი იდეა მაქვს მეგობრებო და მორიელს მივაწოდე ჩემი იდეა და მოეწონა. ხო მორიელ, ხო მოგეწონა ჩემი იდეა. ოღონდ ეს მერე. ხო. და ეს რა არის ეხლა აქ არ ვიტყვი. არა მეგობრებო. დამესევით, გამპუტავენ. კარგი რამე მაქვს სხვათა შორის გეგმაში, კი. ძალიან კარგი რამე მაქვს გეგმაში. ხო, მეგობრებო, ხო, მორიელ, კარგი რაღაცა. რაც მე და შენ რაზეც ვისაუბრეთ მე და შენ. ეხლა დაგესვით, გაგვიმხილეო. ეხლაც დაგესვით და გაგვიმხილეო. არა. სიურპრიზია. უბრალოდ კარგი ამბებისთვის მოვემზადოთ. კარგი ამბებისთვის მოვემზადოთ. ჩემგან კარგი შემოთავაზებებისთვის მოემზადეთ მეგობრებო. ხა. ჩემგან კარგი შემოთავაზებისთვის. მოკლედ დავიწყებ ახლა თქვენი პარტნიორი. ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ახლა როგორ ენერგიებშია მისი სიგნიფიკაცია. ხო, ახლა სიგნიფიკაციაზე გადავედი ცოტა თანამედროვეობით, შემოვიფარგლებ, გავიზარდოთ ხალხო. ხა ჩემი გურულური ტონით ცოტა გამოვიდე? არა, შემიძლია მეგობრებო. მე ჩემ გურიას ვერ ვუღალატებ ზამა. უი, რას ამბობ, მორიელ? მორიელ, მილანში მიდიხარ თუ რა ამჭირს? მორიელ, ქემაიც იმფერ დროზე დარჩი აქეთ იტალიისკენ რომ მე რო გავალ ახლა სამსახურიდან პარასკევს, იქეთ პარასკევს. გურული ვარ მეგობრებო, გურული, ლანჩხუთელი გურული ვარ, ლანჩხუთი. გეიხარე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, იმედია ჩაიფიქრეთ პარტნიორი. ხომ არ დაგაგვიანდათ პარტნიორი ჩაფიქრება. მორიელი, იქით კვირისთვის რო გადაგედო, მაგი ამბავი არა, ძამა? აქეთ წამოსვლა, იქით კვირაში რო გადაგედო, არა, 31-ის მერე? 31-ში გავდივარ აქედან. ცეკვით უნდა გავიდე მეგობრებო. ცეკვა ტაშფანდური და სიმღერით. მოკლედ, გაგვიგრძელდა ნამეტარი, ჩვენი პარტნიორის ენერგიები, მისი სიგნიფიკაცია. მეგობრებო, დედას ფიცავარ მეგობრებო. ეხლა შეიძლება გავგიჟდე.
ეს კარტი ამოვიდა თქვენთან პირველი. ეს კარტი ამოვიდა თქვენთან პირველი მეგობრებო. თუ რაღაც, ხო, გამდეგილი. ნუ პირველი არა, მაგრამ ხო, ამოვიდა. მასაც მარტო უნდა. ძალიან დაღლილია, ძალიან დასევდიანებულია, ძალიან განადგურებულია. აი ეს ადამიანიც იაზრებს თავის ცხოვრებას, აბას ნოვანას, თავის ცხოვრებას, თავის ხო რა, მიზნებს, თავის ყველაფერს. ძალიან დიდი სტრესი აქვს და ემოციური ფონი აქვს ამ ადამიანს. ამ ადამიანს უნდა რომ კიდევ შანსი მიიღოს სამყაროდან, იმიტომ არის ტრანსფორმაციაში, მეგობრებო. განდეგილში, რომ აი ხო გეუბნებით. ზოგადად კიდევ გავიმეორებ ამას წინათ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ. განდეგილში, როდესაც არის ადამიანი და ტრანსფორმაციაში, მეგობრებო, ის უკვე ჭკუაში უნდა ჩაჯდეს. ახლა მომიტევეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ხო, ასეა. აი რო ვთქვათ, აი გასაგებენაზე რო ვთქვათ, ასეა. სხვანაირი გამოვა აქედან. ეს ადამიანი ისეთი აღარ იქნება აქედან რო გამოვა, როგორც თქვენ გახსოვთ. ძალიან იქნება ჭკუაში ჩამჯდარი, ძალიან იქნება დასერიოზულებული, ძალიან იქნება შეცვლილი. ძალიან შეცვლილი. კიდევ მისი სიგნიფიკაცია. ახო გეუბნებით. ამ ადამიანმა აღიარა თავისი დანაშაული. ამ ადამიანმა მიიღო ის სიტუაცია. ამ ადამიანმა თვალები გაუსწორა ყველაფერს და აუყურეთ აჩის წიცა. იზვეშანიე. ამ ადამიანს უნდა რომ აი ამ ყველაფერს, ამ წარსულს, ამ ცუდ ნეგატივს, ამ აი რაღაც იმ სიტუაციას, რაც ქონდა მას გავლილი ცხოვრება, ხო, ამ ყველაფერს შემოშორდეს და ამით ითხოვოს მეორე შანსი. კარგი, კიდევ რაო. მისი ენერგიები, მისი სიგნიფიკაცია. მისი ენერგიები, პასუხისმგებლობა ურთიერთობაში, პასუხისმგებლობა ოჯახში, პასუხისმგებლობა სამსახურში, ყველაფერში პასუხისმგებლობით რომ მოეკიდოს ყველაფერს. თან სერიოზულად, მეგობრებო, სასწაული თუ გინდოდეს. ფასეული, ღირებული და ასვედამლიონას, ანუ როგორ ითარგმნება ეს სიტყვა რუსული, მეგობრებო, რუსული ვიცი, მაგრამ თლათ ისეც არა რომ ყველაფერი გადავთარგმნო. უყურეთ ეხლა რა ხდება. ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი, რაც არის, პირველი არის ურთიერთობა, რისგანაც ეს ადამიანი ზოგადად რასთანაც ეს ადამიანი ზოგადად გრძნობს თავს დამნაშავედ. ანუ პირველად იწყებს ურთიერთობიდან. ურთიერთობა პირადში ურთიერთობა მის სირგული მყოფებთან, სამსახური, მშობლები, ანუ და სხვა დანარჩენი ყველაფერი. ამიტომ ეს ადამიანი ეხლა გადის გაკვეთილს, რომლიდანაც რომ გამოვა, მეგობრებო, ისცელენია, ხო გეუბნებით. აი ხო გეუბნებით, მეგობრებო. ამ ადამიანს ვერ იცნობთ. ცოდვების გამოსყიდვა, გამოსწორება და განთავისუფლება. და ერთგულება, მეგობრებო, აი არ ვიცი, ვის გჯერავთ და ვის არ გჯერავთ, მაგრამ ამ ადამიანს აქვს გადაწყვეტილი, რომ საერთოდ შეცვალოს თავისი ცხოვრება, თავისი დამოუკიდებლობა, თავისი საქციელი, თავისი ფიქრები, გეგმები. აი ურთიერთობა, ყველაფერი აბსოლუტურად. არ ვიცი რამდენს გიკვირთ, ეხლა ეგება მეც მიკვირს, მაგრამ ნუ გიკვირთ. ეგირი სპონტია იცით? ნუ გეშინია, მეც მეშინია სპონტია, მეგობრებო. ხო. დაგაწყნარეთ, ხო? ხო დაგაწყნარეთ. ხო. სურვილი აქვს, რა თქმა უნდა. ხო. კი მიკვირს ჯერო. და იცოდეთ, რომ კარტი არასდროს არ ტყუის. კარტი არასდროს არ ტყუის, მეგობრებო. გაწმენდის და მონანიების, წმენდების, აი ესეთი კარტები თითქმის ამოვიდა ყველა. თითქმის ყველა ამოვიდა, მეგობრებო. მისი ენერგიები დღეს. შეპყრობილი. თქვენზე დამოკიდებულია ეს ადამიანი. ამას თუ დააკვირდებით, კარგად, აქ ქალი და მამაკაცი ხატია.
და ანუ ეს ადამიანი თქვენზე ძალიან დამოკიდებულია. თქვენს იქეთ გულგატეხილია. უთქვენოთ ეს ადამიანი გულგატეხილია. მისი ენერგიები ძალიან ცუდადაა მეგობრებო. მოიკითხეთ ერთი კარგად თუა. სერიოზულად ვაყავთ. ამ ადამიანს ისეთი სიტუაცია აქვს და არ მეკვირს, იმიტომ რომ ტრანსფორმაციაში, როდესაც არის ადამიანი, ეს არის ჯოჯოხეთი. და აი ზუსტად ამ ტრანსფორმაციაში მყოფება ეს ადამიანი და სიკვდილს ნატრულობს, დედას გეფიცებით. სიკვდილს ნატრულობს. მართლა ხო? ძალიანაც კარგი. მოვიდა გვიშინ, მოკუცურდაო. მოკუცურიალდაო. ხა. აი ხო ხედავთ მეგობრებო. ხა. კიდევ მისი ენერგიები. ამ ადამიანს ძალიან აქვს დიდი რწმენა. ამ ადამიანს იმედი აქვს. ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც დაგიმტკიცოთ. თუ საკუთარ თავს უნდა რომ დაუმტკიცოს. ხო, რატო ჭედავს მორიელ? ხო, ამიტომ სწამს ამ ადამიანს იმის რომ თითქოს და რაღაცას დაიბრუნებს, კი. ამის იმედი აქვს. მომავლის იმედი აქვს, კი. კი, მეგობრებო. თვითონაც გახვეულია ლაბირინთში, მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ. ეს ადამიანი ძალიან კარგად ხედავს პერსპექტივას თქვენთან ერთად. ამ კარტს ვერ გამოვაჩენ, ეს ის კარტია, რაც წეღან დავმალე. მოკლედ. ეს თქვენ და თქვენი პარტნიორი ფიქრობს, ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვენთან ყოფნაზე, ძალიან იზიდავთ ამ ადამიანს და ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამე გაიაზრა, მეგობრებო. თქვენმა პარტნიორმა გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად გაიაზრა. ხო. გაიაზრა თქვენმა პარტნიორმა და იცის რომ დააშავა. იცის რომ არასწორად მოიქცა. ეხლა რაც ჭირს, რატომაც ჭირს, ისიც ძალიან კარგად იცის. კიდევ მისი ენერგიები. ხოა. ის რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა. ის რომ მეგობრებო, ხო რა ვიცი რა გითხრათ. ამ ადამიანს უნდა რომ ყველაფერი დაიწყოს თავიდან. ბლეფი რატომ? რატომ ბლეფი? გაურკვეველია მისთვის. ოღონდ. როგორ? ყველაფერს თავიდან დაწყება უნდა. უნდა კი. უნდა რომ ამ გამოუვალი სიტუაციიდან გამოვიდეს მისი ენერგიები. ძალიან მიტოვებულია, ძალიან მიგდებულია, ძალიან გადაგდებულია, ძალიან აი არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ ძალიან ცუდათაა. ძალიან ცუდათაა თქვენი პარტნიორი. არ მიკვირს. იმიტომაა ცუდად რომ აქამდე ყველაფერი ზედაპირული იყო. აქამდე ისე უყურებდა რა, ამ ადამიანს ეგონა ალბათ მეგობრებო, თქვენს პარტნიორს ეგონა ალბათ, რომ თქვენ ყოველთვის გეყვარებოდათ, თქვენ არასოდეს არ მიატოვებდით, თქვენ არასოდეს არ შეაქცევდით ზურგს, თქვენ არასოდეს დაიღლებოდით მისი ესეთი ბავშვური საქციელებით და მანიპულაციებით. ხო. არასოდეს არ უფიქრია ის, რომ ისა რა ქვია, არასოდეს არ უფიქრია ის, რომ თქვენ ერთხელაც დაახვევიებდით, რო იტყვიან. ხო. არავის მოყოლილი არაფერი არ მინდა, თეა. პირად გაშლაზეც, ვინც მოდის ჩემთან, არავის არაფერს არ ვაყოლიებ. პირდაპირ ვიწყებ ჩემს საქმეს. ხო, ისევ სიცხე გაქვს, ხო, მორიელ? მეგობრებო, ჩემთან პირად გაშლაზე ვინც მოსულა, არავისთვის არ მომისმენია, არავისთვის არ მიმიცია იმის უფლება, რომ მომიყევი აბა. არა, რას ქვია მომიყევი?
მოყოლა არა მეგობრებო. ხო. კიდევ ჩემო ძვირფასებო. მოდი გავაგრძელებ მისი ენერგიები, მისი დღევანდელი ენერგიები, მისი ამ წუთი, აი ამ წუთას მისი ენერგია. მეგობრებო. მისი ამ წუთის ენერგია. ძალიან უნდა თქვენთან. ამბობს რომ შენ ხარ ჩემი სულმეითი, შენ ხარ ჩემი სულიერი მეგობარი, შენ ხარ ის, ვისთანაც მაქვს ძალიან სიღრმისეული გრძნობა, შენ ხარ ჩემი მზე, შენ ხარ ჩემი სუნთქვა, შენ ხარ ჩემი დიდი სიყვარული. აი რა ვთქვა, არ ვიცი, მაგრამ ესეა კი ნამდვილად მეგობრებო. არ ვიცი გიკვირთ, არ გიკვირთ, მაგრამ ასეა, იცოდეთ რომ ასეა, კარტი არასოდეს არ ტყვის. ეს იმას არ ნიშნავს, თუ თქვენი პარტნიორი ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე არა მეგობრებო. არიან ადამიანები, რომლებიც არ გაჩვენებენ თუ რამხელა ცეცხლი აქვთ გულში. ამიტომ აი ესეა თქვენი პარტნიორი, რა ვქნათ? ხო, ეს უკვე სხვა თემაა. არასოდეს არ ტყვის. არასოდეს არ ტყვის კარტი. რაც მე მაქვს მოსმენილი 4 წლის, 5 წლის უკნიდან, ჩემი ისტორია, რაც დამიკაკლეს, რო იტყვიან, აი ზუსტად მეგობრებო, წვეთობით ამიხთა. კი ბატონო, ნამდვილად გადაშლილი წიგნებითა, გეთანხმები life is love. ხო. დიდას გეფიცებით, შოკი მივიღე მეთქი. ხო იცით, მივწერე იმ ადამიანს, ადრე კი ვფიქრობდი, ვაიმე აგი ალბათ მაპატიეთ მეგობრებო, რომ ხო აი ასე ვთქვი, აი ვერაა ეს ტაროლოგი, ვერაა დალაგებული მეთქი, ესე ვთქვი. და აი რამდენიმე თვის უკან ჩემი სიტყვები უკან წავიღე და მივწერე იმ ადამიანს, ვიზეც ეს ვიფიქრე და მოუბოდიშე და პირდაპირ ვუთხარი, რომ ესე ვიფიქრე მეთქი, მაშინ და ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს და ბოდიშ გიხდი ჩემი ფიქრებით მეთქი. დედას ვიცავარ მეგობრებო. ხუმრო გგონიათ? დავსკრინა აი მინდა ძალიან დავსკრინო და უბრალოდ აი ვის რა დაგიმტკიცოთ, ეხლა ამით არავის არაფერს უმტკიცებ, მაგრამ SMS-ები შენახული მაქვს. გაიხარე ანა მარია. გოგოებო, life is love, პირადში რო ნახოთ გაგიჟდებით. აი პირველივე წამიდან გავოცდებით. ძალიან აი ჩემი ემოცია თქვენ არ გინახიათ. როდესაც live-ით WhatsApp-ით დავეკონტაქტეთ ერთმანეთს. ვაიმეო, აი ესეთი იყო ჩვენი რეაქცია. ჩემი პირადად. ძალიან საყვარელი გოგოა, ძალიან საყვარელი ადამიანია, მიყვარს. ძალიან მიყვარს. ხო. მოკლედ მეგობრებო, გაგრძელებას ეს ადამიანი ფანტაზიებში ძალიან წარმოგიდგენთ. აუ მეგობრებო, არ ვიცი ეხლა ამ სურათს თუ დააკვირდებით. არ გაგაწითლე life is love. დედას გეფიცები თუ გულით არ ვამბობდე. შენს გემახსოვრება ჩემი პირველი რეაქცია შენს დანახვაზე. ეს ადამიანი წარმოგიდგენთ ფანტაზიებში მეგობრებო და არ ვიცი აქ თუ დააკვირდებით. აქ თუ დააკვირდებით, მე ახლა დავინახე სახე. აი მე როგორ განახოთ მეგობრებო. როგორ მინდა რომ განახოთ. პასტაზე გამაგდებს, დამიბლოკავს. ლაივი. თუ დაინახეთ არ ვიცი. აი უცებ წამებში, აი აქ სახე და ხელები. აი რაღაცნაირად წარმოგიდგენთ ეს ადამიანი. თქვენ ხო იცით მე ცეცხლზე, სანთელზე, დამწვარ ნამწვავებზე უფრო ვხედავ რაღაცებს მეგობრებო.
ეს ადამიანი წარმოგიდგენთ, კერძოდ თქვენს სახეს წარმოიდგენს. ხო, თქვენს სახეს წარმოიდგენს, მეგობრებო, უფრო მეტად სახეს წარმოიდგენს, თქვენი გამოხედვა, თქვენი სახე, თქვენი თმები, აი ქალბატონებო, მორიელი ახლა ამაზე შენ არ გამახვილო ყურადღება. ხო და მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, კი, აი თქვენი სახე წინ უდგას ამ ადამიანს. ოღონ მართლა, სერიოზულად. მოკლედ, ესეთი იყო მისი დღევანდელი ენერგიები, მეგობრებო. რა ვქნა, მაგრამ ხო, როგორიც არის, ესეთი არის. ძალიან ცუდათა ეს ადამიანიც და არ დაიჩაგრა, რატო დაიჩაგრა? ელანდებით გოგოებო, რატომაც არა? გოგოებოც და ბიჭებოც, რა პრობლემაა? ხო, კი მომასვენინე მორიელ, კი. მაგრამ თვითონ წერს და თვითონ კითხულობს ძამა. რაში გამოგადგება თორე? ლექსების წერა ცუდი არაა. შეურაცხყოფას არავის არ მივაყენებ, მაგრამ შენ არ გშველი ზამა მაი ლექსების წერა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა 2 წუთით შევისვენოთ და გავაგრძელოთ ტაროთი. ტაროს დასტით. ბოდვები. ბოდვაი. რაებს ბოდავ. მიჯნურო. მეგობრებო, თქვენ ახლა მანამდე მოიფიქრეთ კიდევ თემა. რაზე გავშალოთ? მე იმდენად გონებრივად ისე ვარ, მეგობრებო, რომ სათაურებს ვეღარ ვფიქრობ, რა გავაკეთოთ. გაიხარე, მეც, მაგრამ აი ისე ვარ, რომ აი ზოგადად, აი ძალიან მინდა რომ გააკეთო აი ესეთი ლაივი. ლაიფის ლო, ხვალინდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ახლა მე რომ დავამთავრებ, მე ჩართე შენ. რას ელის ჩვენგან? ესეთი იყო სათაური? რას ელის ჩვენგან? ჩვენგან უნდა ელოდოს კიდე რამეს? კიდე ჩვენგან ელის რამეს, კაცო? რას მელაპარაკები? ჩვენ რას ველოდოთ მისგან თორე? იგი რას ელოდება ჩვენგან, მაინც აწერია. არა, ჩვენგან არა. ბოლო ლაივზე. ბოლო ჩვენ რა გველის მისგან? რა და მე მართა ხო იციო. არ ვიცი, ჩემო კარგო. Life is love. დამირეკე ხვალ და ვისაუბროთ. ეტა ყოღოებია თუ რა ჯანდაბა, არ ვიცი. მოდი მეგობრებო, რასაც გვეტყვის ჩვენი ტაროს დასტა, როგორც წავა სიტუაცია ჩვენს პარტნიორზე და ზოგადად თქვენს ურთიერთობაზე, მოდი ისე გავყვეთ. მომავალიც ვკითხოთ, ურთიერთობაც ვკითხოთ, რა გელით, რა არ გელით, როგორ მოიქცეთ. მოდი ესე გავაკეთოთ. გადავურევ ახლა მე კარტებს, ზოგი წაღმა, ზოგი უკუღმა და ვნახოთ. ხო. სად მიდის თქვენი ურთიერთობა? მოდი დავიწყოთ ამით. სად მიდის თქვენი ურთიერთობა? სად მიდის თქვენი ურთიერთობა? ჩაიფიქრეთ ახლა პარტნიორი მეგობრებო. წარმოსთქვით მისი სახელი, თქვენი და მისი სახელი და კითხეთ, დაუსვით შეკითხვა. საით მიდის ჩვენი ურთიერთობა? ხო. კითხეთ თქვენ პარტნიორს. სად მიდის ჩვენი ურთიერთობა? მეც ჩავიფიქრებ საჩემ დათავოთ ჩემებურად. თქვენ თქვენებურად შეეკითხეთ მეგობრებო. და დავიწყოთ ახლა მაინც სანთელზე მოვარეთ მეგობრებო. და დავიწყოთ.
თქვენი პარტნიორის და თქვენი ურთიერთობა საით მიდის? საით მიდის თქვენი ურთიერთობა? უყურეთ ახლა, ადამიანი, რომელიც არის პასუხისმგებელი, ადამიანი, რომელიც არის თეთრ ქართული დამავიწყდა. ღმერთო, ადამიანი, რომელიც არის ძლიერი, პასუხისმგებელი, გამოცდილი, ავტორიტეტული, მეგობრებო, როგორი ეშხით დავიწყე და როგორ უცებ დავატორმოზე. ამ ადამიანს მოულოდნელი დანაკარგები აქვს, მოულოდნელი ცვლილებები აქვს. მოულოდნელ უკმაყოფილებებშია. ერთი წუთით, მეგობრებო, ხოვერ. მაპატიეთ, მეგობრებო. ეს ადამიანი ახლა იმყოფება პრობლემებში. თქვენი პარტნიორი ძალიან დიდ პრობლემებშია, მეგობრებო. მიუხედავად იმისა, რომ არის ძლიერი, მაგრამ მაინც. კიდევ, თქვენი ურთიერთობა სადამდე მიდის? ეხლა ამჟამად ურთიერთობაში დაუფასებლობა გაქვთ ამ ადამიანიდან. გადაჭარბებული ეგოისტობა ამ ადამიანიდან. მეტის მეტი მოუვიდა ამ ადამიანს. თუმცა გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანს ძალიან ეშინია არ დააგვიანდეს, დაგვიანების ეშინია. ხო, ნახეთ რაზე ფიქრობს? განდეგილშია, ეხლა ეს ადამიანი და ფიქრობს. როგორ მოვიდეს თქვენთან? თქვენთან ადამიანი სიძლიერე, ძალა, თქვენ გაქვთ ძალა ამ ურთიერთობაზე. თქვენთან ეს ადამიანი ძალიან ბედნიერია და ფიქრობს, ახლა როგორ მოვიდეს თქვენამდე, როგორ გამოვიდეს კონტაქტზე, რა გზით მოვიდეს, რა თით მოვიდეს, რა დანიშნულებით მოვიდეს, რა სიტუაციით მოვიდეს, როგორ მოვიდეს, რა გითხრათ, ზოგადად ყველაფერზე ფიქრობს. ხო, ეხლა თქვენ არ გაქვთ ურთიერთობა, აქ არის ურთიერთობის დაკარგვა, საყვარელი ნივთის დაკარგვა, ადამიანის დაკარგვა. ხო, ურთიერთობა არ გაქვთ. მეგობრებო, არ გაქვთ, მაგრამ ამ ადამიანს უნდა. განახლება ურთიერთობის. მაპატიეთ, მაგრამ აბატონო, რასაც ამბობს. ხო, დააგვიანდა, არ დააგვიანდა, ამას თქვენ ფიქრობთ. მას არ უნდა მის ფიქრი, მას შიში აქვს ამის, მაგრამ ამის ფიქრი არ უნდა. რომ დააგვიანდება. ნურას უკაცრავად დაგვიანებებს არ ვართ, ასე ამბობს. ხო. ძალიან ცუდი ფიქრები უტრიალებს თავში. ეს ადამიანი ეხლა კამათშია და ეს ადამიანი გაუგებრობაშია და ეს ადამიანი არის ეხლა უარყოფითად ყველაფერთან. რა შეკითხვას ვუსმევ და რას მპასუხობს თქვენი პარტნიორი? მოდი ეხლა მე ვკითხავ, რას ფიქრობს ზოგადად თქვენზე, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? თქვენზე რას ფიქრობს? რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე? რას ფიქრობს თქვენზე? თქვენზე რას ფიქრობს და თქვენ რომ კარტებზე უყურებთ, იმას ფიქრობს. ეს იცის, ეს კარგად იცის, 1000%-იანად იცის. ამაში დარწმუნებულია მეგობრებო, დედას ფიცავარ. გეფიცებით, კისერი მომჭერით თუ გინდა, რას ფიქრობს და ამბობს იმას, რომ თქვენ კარტებს უყურებთ. კარტებზე ხართ გადასული და კარტებით თქვენ ცხოვრებას იუმჯობესებთ. კი, წინასწარ მეტყველება, რას ფიქრობს თქვენზე და აი, ესაა ზუსტად მაგის კარტი. აქ რო ვართ ეხლა თავშეყრილები ეს. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? თქვენ გამოკამათობს ეს ადამიანი. გეფიცებით. ეს ადამიანი თქვენ გამოკამათობს. თუ არ იციან სახელდობრ ვინ ხართ, ის მაინც იციან რომ ვიღაც არსებობს და ეს ვიღაც თქვენ ხართ და თქვენ გამოკამათობენ. ხო, მეგობრებო, კოშკი აქვს. რას ფიქრობს და კოშკი აქვს? რას ფიქრობს და თავისი რაღაც ახალ-ახალი გაოცებებით, თავისი ახალ-ახალი ამბებით, თავისი ახალ-ახალი манипуляციებით, მეგობრებო, დაანგრია ყველაფერი. ამას ფიქრობს. ხო. დღეს ეს უნდოდა ხვალ იქ მიდიოდა, ზეგ იქ მიდიოდა, მიზეზები არ ელეოდა წასვლის. ახალ-ახლებს იფიქრებდა ყოველთვის, ამიტომ მეგობრებო, ეს რა არის? ვერ მეტყვით? შრიფტ კოდი. ხო.
როგორი ხართ მისთვის მეგობრებო? ო, თქვენ ხართ მისი გამარჯვება. მეგობრებო, ნახეთ? თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც კარტებშია და თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ამით გაიმარჯვა. თქვენ გაიმარჯვეთ, მეგობრებო. თქვენ ხართ გამარჯვებული, ვინ ხართ? თქვენ და თქვენ ხართ გამარჯვებული. აი ზუსტად. რას ფიქრობს თქვენზე? თქვენზე რას ფიქრობს, მეგობრებო და უკვე აღარ იხედებით მისკენ. თვითონ ფიქრობს ამას ახლა, მან რა იცის რომ თქვენ ისევ გიყვართ, მაგრამ თვითონ ფიქრობს ახლა ამას რომ თქვენ მეგობრებო აღარ იხედებით მისკენ უკვე. თქვენ იქით უფრო შორს იხედებით უკვე, ამერიკაში იხედებით მეგობრებო. ამერიკაში გინდათ წასვლა უკვე. ხა, ამერიკაში მეგობრებო. ხა. აბა რა, რატომაც არა? Азия, Евразия, что за безобразие? მოგეწონათ მეგობრებო? Азия, Евразия, что за безобразие? ხო, კიდევ. ღმერთო, როგორ მინდა ბევრი რაღაცები დავაყარო კითხვები მეგობრებო. კითხვები მინდა დავაყარო. მეგობრებო, მოდი ახლა ვკითხოთ კარდს. თუ ყავს თქვენს გარდა ამ ადამიანს ვინმე? რა გვენახლებადა? თუ ყავს ვინმე თქვენს გარდა, თუ ეკონტაქტება ვინმეს თქვენს გარდა, სერიოზულად თუ ეკონტაქტება ვინმეს თქვენს გარდა. თუ ყავს ვინმე თქვენს გარდა ამ ადამიანს სერიოზულად. რატო დაგიარა ჟვანტელმა პასუხის გაგების გეშინია ანა მარია? თუ ყავს ვინმე თქვენს გარდა? არა მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? არავინ არ ყავთ. უყურეთ ახლა გეტყვით ამის სიტუაციას. ამ ადამიანს ძალიან უნდა ისე რომ ვინმე ყავდეს. თავისუფლებას აწვევა რო იტყვე, მოდი ახლა ქურდულად ვილაპარაკოთ. ქურდულში და გაგებაში მეგობრებო, ამ ადამიანს ახლა დიდი სურვილი აქვს რომ თავისუფალი ცხოვრებით იცხოვროს, მაგრამ არ გამოსდის. მე სუნთქვა რატომ შემაჩერე ღმერთო? რატომ შეაჩერე მერე? ვინ გითხრა არის სუნთქო? ფილმი გითხრა? მაინც აღარ შემიძლია ამოვყირავდი. ღმერთო, ამოვყირავდი, ეს რა იყო? მეგობრებო. ქურდული. ხა. ხა. მეტი ხმამაღლა ვერ გავიცინებ, მეგობრებო, თორე შეიძლება გადმოვყირავდე ლოგინიდან. ხო, ეხლა გავაგრძელებ მეგობრებო. ხო, ამ ადამიანს ძალიან უნდა, მაგრამ არ გამოდის. შეიძლება გაჩვენებთ თავს იცით როგორ? აი მე ვარ თავისუფალი ადამიანი, რა მე შეზღუდვები არ მაქვს. ნუ მე ეს ვარ და მე ესეთი ცხოვრება მიყვარს, თავისუფალი ცხოვრება მიყვარს. სადაც მინდა იქ წავალ, როცა მინდა მოვალ, როცა მინდა იმას გავაკეთებ, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ვისთანაც მინდა იქ წავალ და ვისთანაც მინდა იმას დაველაპარაკები, მაგრამ აი ხო. ხო, მეგობრებო, აი მას. ტყუილია, მეგობრებო. ამ ყველაფერს თქვენ გაჩვენებთ და ამ ყველაფრით შეიძლება თქვენთან მოიცადე როგორა ბლატაობდა, ხო? ხო, აი ზუსტად ასე მეგობრებო, კი. ამის იმედი ქონდა, კი. ამის იმედი ქონდა. რო ასე იკაცებდა. ხო, ასე იკაცებდა, ამის იმედი ქონდა მეგობრებო, კი, მაგრამ კვერთხების პაჟი მართლა კაცუნა. კაცობს, კაცუნა. ხო. სადაც მინდა იქ წავალ. რასაც მინდა იმას ვიზამ, სადაც მინდა იქ დავისვენებ, მაგრამ ნახეთ, ქვემოდან? ტყუილი.
ესე იგი, ეს ადამიანი არის იცით როგორი, მეგობრებო? აი ამის ტყუილების გამო არაფერზე უკან არ იხევს. ხო. არ იხევს უკან. და იმას ვერ ხდება, რომ თვითონ რჩება წაგებული მის ტყუილებში. მის ტყუილებში ცურავს, ახლა მეგობრებო. ცურავს. კარგით, ეხლა მოდი ვკითხოთ. ხო. თქვენსკენ თუ გადმოდგამს ნაბიჯს. თქვენსკენ თუ ექნება ნაბიჯები. თქვენსკენ ნაბიჯები თუ ექნება. ოხ, მეგობრებო, ეხლა უყურეთ მონეტების მეფე და იმპერატორი ქალი. მეგობრებო, ახლა ნუ არ ვიცი, სხვაობას ალბათ ხედავთ. ჯერ ალბათ სხვაობას ხედავთ. ეს ამ მეფე, მონეტების მეფე, ადამიანი, რომელიც მეგობრებო, სტაბილურად არის თავის ცხოვრებაში. კი, რაღაც თავისი დანაზოგი აქვს ამ ადამიანს. უფულობას არ უჩივის. ხო, აქვს გონივრული ინვესტიციები, შეიძლება იყოს ბიზნესმენიც, რაღაც თავისი საქმიანობა კონდეს. კი, თავის სფეროში, იმ სფეროში, რაშიც იმყოფება ეს ადამიანი, სტაბილურად არის. ხო, ნუ თავისი ერთი სიტყვა ეთქმის, ერთი სიტყვა. ხო, ერთი სიტყვა ეთქმის, მეტი არა მეგობრებო. ეხლა შეხედეთ. ეხლა ამას ერთი სიტყვა ეთქმის, მეგობრებო და თქვენ რამდენი გეთქმის? ჩემო ძვირფასებო. ხომ არ მეტყვით? ეხლა დათვლა იცით ხო, მეგობრებო? დაპატიეთ ეხლა ამის თქმისთვის, მაგრამ დათვლა ყველამ ვიცით. ხო. ხო და ეს ადამიანი გადაართულია კიდევ და კიდევ გავიმეორებ ფინანსებზე. მონეტების მეფე. ამ ადამიანს ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებს. ფული არის ყველაზე პირველ ადგილზე. ამ ადამიანს ფულის გარეშე არ შეუძლია. დილას იწყებს ფულით. ღამდება ფულს ითვლის. გათენდება ფულს ამბობს და ღამდება ფულს ითვლის. ხო. ფულზე ფიქრობს 24/7-ზე. ხო, კიდევ თქვენსკენ რა ნაბიჯებს გადმოდგამს? თქვენ ხართ მისი იმპერატორი ქალი. ვაი მე. ვაი მას, თუ არა, ვაი ჩვენ არა, ვაი მას. ხო, მე რა ყავით დაწყება ძალიან კარგია. ყავით დაწყება ჯობია. ხო, ვაი მას, ზუსტად. კიდევ რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ? მისი ნაბიჯები თქვენსკენ. ვაი ამ საწოდას მეგობრებო. ამ ადამიანმა რაღაცაში ჩაყარა ფული და აღარ აქვს. რაღაცაში ჩადო ენერგია, რაღაცაში ჩადო რაღაცები, რაღაცაში ჩადო და აღარაფერი აღარ აქვს. ტყუილად გადაყარა დრო, ტყუილად დაკარგა ფული, ტყუილად დახარჯა ენერგია და ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ბიზნესმენია, იტალიელი მაჩო. იტალიელი მამაკაცებისკენ გახედვა ზედმეტია გოგოებო. არც გაიფიქროთ. მე არ გამიხედია და არც გავიხედავ. აი გეფიცებით შვილს. სურვილიც არ მაქვს. კიდევ რა ნაბიჯებს გადმოდგამს? მისი ნაბიჯები თქვენსკენ. ხო. მეგობრებო. მისი ნაბიჯები თქვენსკენ მეთქინდა. ეს ადამიანი მეგობრებო. სადაც წავიდა, უყურეთ ეხლა რას გეტყვით. ეს ადამიანი ეხლა სადაც იმყოფება, მოდი ესე ვიტყვი, სადაც ეხლა იმყოფება, ეს შეიძლება იყოს დედაც, დაც, შვილიც და კიდევ პარტნიორიც, თანამშრომელი, მეზობელი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და მოკლედ ნათესავიც, რომელიც ამ ადამიანს ყავს გადამტერებული და ეს არის ეჭვით დაავადებული ადამიანი, რომელიც ატყუებს მას. ეს შეიძლება იყოს ბიზნეს პარტნიორიც და ხო, ბიზნეს პარტნიორიც დავამატე მეგობრებო, არ გამოვრიცხავ. ამიტომაც ამ ადამიანმა რაშიც ჩადო თავისი ენერგია, ალბათ რაღაცა საერთო ჰქონდათ ამას და იმ ადამიანს, ეხლა ვინც არის ეს?
ეს ვინც არის? ეს ადამიანი ძალიან გადამტერებული ყავს თქვენს პარტნიორს, ამიტომ თქვენი პარტნიორი იქედანაც მოდის. ნახეთ? ამასთან ზურგი როგორ აქვს შექცეული. მე გავიმეორებ, ეს ვინა არ ვიცი. ეს შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს. გავიმეორებ. დედა, შვილი, პარტნიორი, მეზობელი, თანამშრომელი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ნებისმიერი ადამიანი. თქვენ მიხვდებით ვინცაა. აქედანაც მოდის, ამასაც ტოვებს და რადგან ამას ტოვებს, უყურეთ რატომ ტოვებს მეგობრებო. ეხლა გეტყვით რა ხდება აქ. ეხლა უფრო დავკონკრეტდები, ეხლა უფრო იდეები, აზრები მომივიდა მეგობრებო. რა ხდება ეხლა იქ? თქვენი პარტნიორი იქ სადაც წავიდა, ეს სულელის არკანით, ტაკი მასხარა ცირკის მსახიობი, სადაც წავიდა ამ ადამიანთან და ხო, ნუ ვისთან რა, ვისთან ვინა ეს ვის როლშია, ეხლა ეს სურათი, ვისთან ვინ, მეგობრებო. ზოგთან შეიძლება იყოს დედაც, ზოგთან შეიძლება იყოს ცოლიც, ქმარიც, ნუ ვინც მიყურებთ ეხლა, იმის და მიხედვით. ხო, უბრალოდ მამაკაცებმა უფრო მამაკაცების შემთხვევაში შეიძლება ქალი იყოს. არ გამოვრიცხავ. თუ კი მამაკაცები მიყურებს, თქვენს პარტნიორს შეიძლება ყავს შურის მაძიებელი, ვისაც შურს შეიძლება თქვენი ურთიერთობის ვიღაც დაქალი, ხო, შეიძლება დაქალიც იყოს. ხო, მიხვდით მე, ყოფილი თუ არა ყოფილი. ხო. ამიტომ იმ ადამიანთან არ გაუმართლა, შეიძლება რაიმე საქმიანობა უნდოდათ, ან რაღაც იყო თუ არ იყო, არ ვიცი, ეხლა ყველაფერს აქ ვერ ჩამოვთვლი. მოკლედ რო იტყვიან მეგობრებო, აი ამათ შორის კიდევ რაღაც მოხდა. თქვენს პარტნიორს და იმ ადამიანს შორის კიდევ რაღაც გაუგებრობა მოხდა, ამიტომ თქვენი პარტნიორი იქედან წამოვიდა, ან წამოვა აუცილებლად. ხო. აირი ჩაყლაპა და მოვიდაო. მოვიდა ხო, შენთანაც მოვიდა ნინა. ხო, ნახეთ, ახალი დასაწყისი. ეს არის ახალი მონდომება წამოსვლის, მონდომება დატოვების, მონდომება ცხოვრების ახალად გაგრძელების, მონდომება გამარჯვების, სიყვარულის და აყვავების. აქ არა, მეგობრებო, აქედან წამოსვლით. ხო. სულელის არკანი. იმედია კი, იმიტომ რომ სამყაროს კარტი ამოვიდა. კი. თუნდაც ფინანსები არ კონდეს ეხლა ამ ადამიანს. თუნდაც მთვარეში და ყვავებში იყოს, თუნდაც მეგობრებო, ყველაფერი დაკარგოს ამ ადამიანმა. ეს ადამიანი მაინც მოდის. ეს ადამიანი მოდის მეგობრებო. მოდის იმ ტყუილებიდან, რაშიც არის და მოდის სიყვარულით. მართალია ბავშვურად მოდის, მაგრამ მოდის, ნუ რა ვქნათ, მოდის. რაფერც არის, ისე მოდის. ხო. აი ესე გითვალთვალებთ. ესე გითვალთვალებთ და ესეთი განადგურებულია მეგობრებო. არ გეგონოთ რომ კარგათაა. ძალიან ცუდათაა. გაძვალტყავებული ახლა და ელასტიკებით, ნუ რა უჭირს ახლა. ელასტიკები უყვართ იტალიელებს. იტალიელ მამაკაცებს ელასტიკები აცვიათ. იტალიელ პოლიციას უფრო დაახლოებით ისეთი შარულები აცვიათ, აი ზუსტად ელასტიკებს გავს. მე ძალიან მიყვარს, მე მთელი დღე ხშირად ელასტიკი მაცვია. ნუ რა ვქნა მეგობრებო, ჩემი სტიქია. ხო. ძალიან პრაქტიკულია ჩემთვის. ჩემთვის ძალიან პრაქტიკულია და რა გავაკეთო? კი. არი ბუნტყლება, არი ზურწება, ნერვებს არ მიშლის. ამ ბოლოს თან ვიყიდე 3 ცალი ერთნაირი. ბოდიში 4 ცალი. 4 ცალი ერთნაირი ელასტიკი ვიყიდე მეგობრებო.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ვიყიდე კი. ისეთი კომფორტულია უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ. ხო, აბარა, ელასტიკი კაი რომ იყო ვიცოდინე. ვაიმე, აღარ შემიძლია მეგობრებო, რა კაია თქვენთან. მეც ძალიან ბევრი მაქვს. მეც ჯინსის ელასტიკები მაქვს ძალიან, აი დედას გეფიცებით მეგობრებო, ერთი 10 ცალი მაინც მაქვს. ელასტიკია ყველა. გეფიცებით. იტალიაში ძალიან სიცივეა მეგობრებო. ყიდმები დაიწყო უკვე. ისმენ ნინა. კითხე სანამ გავაგრძელებ. მე თუ მეკითხები შეგიძლია მკითხო. ვისაც არ უნდა იყოს კითხე, ყველა გაგცემს პასუხს. რატო? მოკლედ მეგობრებო, კაია მართლა კარგია თქვენთან. მოკლედ ეს თქვენი პარტნიორი გითვალთვალებთ. კაი, გითვალთვალებთ. გითვალთვალებთ ერთია მეგობრებო და არის ჩახმალული, ჩახანჯრული, ჩანიორწყალებული ბაჟეში. ხო, რა სიზამს? აი მარტო თვალთვალია საკმარისი. მისი ნაბიჯები. აჰა, ძალიანაც კაი გიქნია. დღეს დამიჯერე მის გამოც. ძალიანაც კაი გიქნია. მოკლედ, ამ ადამიანს რა უნდა და მეგობრებო. იქედან განთავისუფლება უნდა სადაც არის. იმ დამოკიდებულებებიდან, იმ ურთიერთობიდან, იმ ოჯახიდან, იმ სამსახურიდან, იმ სიტუაციიდან, რაზეც არის დამოკიდებული ეს ადამიანი. იქედან წამოსვლა უნდა. თუ ქორწინებაშია, განქორწინება უნდა. თავისუფლება უნდა. თუ ურთიერთობაშია, წამოსვლა უნდა. თუ მშობლებთანაა, წამოსვლა უნდა. თუ ცუდ სამსახურშია, წამოსვლა უნდა. ნებისმიერიდან წამოსვლა უნდა. მისი გადაწყვეტილება თქვენს მიმართ. რაო, კი, ვეკამათე და მაინც შეურიგდიო. სწორედ მოვიქეცი გოგოებო, ბიჭებო. კამაც გააჩნია მეგობრებო, ხა ესეთი არ უნდა იყოს ცოტა თორე. მე მაგალითად, ჩემთვის არც მაგი არა მისაღები ვიღაცას რო წერდა და მაინც შეურიგდე, გამორიცხულია. ჩემთვის მიუღებელია, სხვისი არ ვიცი. ეხლა ეს უნდა დავაზუსტო აქ. მისი ნაბიჯები. მოკლედ ამ ადამიანმა როგორც მოულოდნელად წავიდა, როგორც გაუმართლებლად და გაუნათლებლად მოიქცა ურთიერთობაში. ნახეთ ეხლა რას ამბობს კარტი მეგობრებო, ხო? როგორც უდათაც მოიქცა. ამ ყველაფრის შემდეგ ამ ადამიანს უნდა რომ ბალანსი. რანაირად უნდა ბალანსი არ ვიცი, მეგობრებო. რაც ბიჟოტიალობს თქვენი პარტნიორი, მე არ ვიცი, მეგობრებო. მისი ნაბიჯები მეთქინდა, რაც ბიჟოტიალობს.
ძალიან გამაბრაზა თქვენმა პარტნიორმა, ჩემო ძვირფასებო. ეს მხოლოდ კომენტარებიაო. კომენტარიაო. შენ როგორ ფიქრობ, მე მხოლოდ კომენტარი იყო? ხო. მატყუარა კაცებიც და მატყუარა ქალებიც. ჩემთვის მიუღებელია. მეგობრებო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი პარტნიორი? რას გადაწყვიტავს ბოლო-ბოლო თქვენი პარტნიორი? გადაწყვეტილების წინაშე დგას. რას გადაწყვიტავს თქვენი პარტნიორი? უფალს ევედრება, მეგობრებო, უფალს ევედრება, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. უფალს ევედრება, რომ სწორად მისცეს შანსი. შანსის გამოყენება. რას გადაწყვიტავს? ხამი არ ძინავს ამ ადამიანს. ამ ადამიანმა იცის, რომ თქვენ არავინ არ ყავთ, ჯერ ერთი. ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ უსამართლოდ მოგექცათ და კიდევ უსამართლოდ ვეღარ მოიქცევა თქვენთან, მეგობრებო. ოღონ მართლა, გეფიცებით. ანუ სამიანების კვერთხები. ისე ვერ იქნება, რომ ურთიერთობაში იყოთ სამი, ეს გამორიცხულია, მეგობრებო. აქაც იყოს, იქაც იყოს, ვერ იქნება. რას გეტყვით? გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს საკუთარ თავთან. მერე ურთიერთობაზე, საკუთარ თავთან და ურთიერთობაზე ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ამ ადამიანმა ძალიან უნდა მოინდომოს, რომ თქვენი ნდობა დაიბრუნოს. ოღონ მართლა. ყოველგვარი რაღაცების გარეშე. წინ დაუხედავი ნაბიჯები არა, აქამდე თუ იყო ჯერ აკეთებდა და მერე ფიქრობდა, მეგობრებო, ესე აღარ გამოვა. ეხლა ჯერ უნდა იფიქროს, აი ჯერ გაზომოს, გაწონოს, აწონოს, გადაზომოს, გადმოზომოს და მერე. თუ ეს როგორ მოგეწონებათ, თუ ეს თუ იქნება სწორი, ან ესე რომ მოვიდეს შენთან, ან ეს რომ გითხრას ხო არ გეწყინებათ, ან ეს რომ გააკეთოს ხო არ გეტკინებათ, ან ხო არ გაბრაზდებით, ან ისე, ან ასე, ხო. ზუსტად. აქამდე თუ არ ფიქრობდა, ახლა უნდა იფიქროს. ეხლა უნდა იმუშაოს, ეხლა უნდა შეგითავსოთ ყველაფერი, უნდა შეგითანხმდეთ, ერთად უნდა გადაწყვიტოთ, მარტო მისი აზრები და მისი ფიქრები არაა საკმარისი. თქვენიცაა საჭირო. მარტო მას რომ უნდა არა, თქვენც უნდა გინდოდეთ. ტყუილები არა. ტყუილები არა, არჩევანის გაკეთება. ტყუილი არჩევანის გაკეთება არა. ანუ უყურეთ, ეხლა რო გააკეთოს არჩევანი და მოგატყუოთ, ესე არა. წინ დაუხედავი ნაბიჯები არა. ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის პონტია. ხო. ეს ადამიანი ეცდება, რომ ყველანაირად სიფრთხილით, ძალიან სიფრთხილით რაღაცები შეცვალოს კი. ეცდება, მეგობრებო. მაგრამ შიში ექნება თქვენი. ეჭვი ეპარება თქვენში, რომ თქვენ მიიღებთ, ან თქვენ დაიბრუნებთ, ან ზოგადად თქვენ უკვე აღარ გინდათ, თქვენ უკვე საკუთარ თავზე გაქვთ პასუხისმგებლობა აღებული და ამ ადამიანს დააიგნორებთ. თვითონ ასე ფიქრობს, თუმცა ამ ადამიანს უნდა რომ ბედი კიდევ სცადოს, ნახეთ? მოვიდეს შემოთავაზებებით, მოვიდეს დახმარებებით, მოვიდეს სიახლეებით, მოვიდეს კი ბედის ცდა და მოსვლა შემოთავაზება.
მეგობრებო, უყურეთ ახლა რას გეტყვით. ზოგადად ჩემთვის ტყუილი და ღალატი ერთი სიტყვაა. ტყუილიც ღალატად მიმაჩნია მე. უყურეთ ახლა. ადამიანი როდესაც გაბრაზებული ხარ და ზურგ შეგაქცევს და გაიარს და წავა. ახლა იტყვი ამაში ღალატი რა იყო? ღალატი არაა ეს, მეგობრებო? დღეს ასე გააკეთა. ხვალ ორ მაგათ იზამს. ზეგს საერთოდ არ მოვა და всё. მორჩა კინო დარჩი სახში მარტო. მე არ მიყვარს ესეთი რაღაცები, არ მივიღებ. მე რომ ნერვებ მოშლილი ვარ და ადამიანი რო არ მომისმენს. და მას რო ბოდიში და ფეხებზე კიდია, გაივლის და წავა. ეხა ეს ნორმალურია? ეს არაა ღალატი? თქვენ ღალატი მარტო ადამიანთან გაქცევა და სხვასთან დაწოლა გგონიათ, მეგობრებო? არ შეცდეთ მაგაში. ძალიან ბევრი რამეა ღალატი. ძალიან ბევრი რამე შედის ქურდობაში. ძალიან ბევრი რამე შედის აფერისტობაში. ხო, მე არ მივიღებ. ასეც. არ გავატარებ. მაგ მესიჯობას არ გავატარებ ზუსტად. მაგი რო გამეტარებია, დღეს არ ვიცი სად ვიქნებოდი. მაგი არ გავატარე ზუსტად თავის დროზე. რას ლაპარაკობთ, გოგოებო და ბიჭებო? წერილობაში რო ვერ ენდობი ადამიანს, სხვაგან როგორ უნდა ენდო? ზუსტად. თვითონ აიტანს თქვენგან მასეც? აი თქვენ რო გააკეთოთ მასე ვიღაცას მიწეროთ, მასეთი კომენტარი დაუწეროთ, მას მოეწონება? თვითონ კაროჩე, თვითონ გაატარებს? თვითონ თუ გაატარებს? ვის ეუბნებით მგონი გიცნობთ? მე მწერ? გონი გიცანიო. მოკლედ მეგობრებო, მოდი გავაგრძელოთ. ეს ადამიანი რა თქმა უნდა. ჩემთვის შედის life is love. ჩემთვის შედის და სხვისი არ ვიცი მეგობრებო. ყველას გადაწყვეტილებას და ყველას აზრს პატივს ვცემ. ეს ადამიანი რაღაცა სპეციალურად მოიმოქმედებს, ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმიტომ რომ მეტი აღარ შეუძლია. მეტი აღარ შეუძლია და იმიტომ. თქვენ რა რჩევას მოგცემთ კარტი. აი ამ გადაწყვეტილებით მოვა თქვენთან, იმიტომ რომ მას აღარ შეუძლია მეტი. თქვენ რა რჩევას მოგცემთ კარტი. მიიღოს არ დაგტანჯაო. მეგობრებო, თქვენ რჩევა რა? თქვენი რჩევა რა არის და საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ. აი თვითონ ხო აკეთებდა ერთი ნაბიჯი თქვენსკენ, ორი ნაბიჯი უკან. ასე იყო თითქმის ყველასთან. ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. ერთი წინ, ორი უკან. ხო. აი ესე უნდა გააკეთოთ თქვენს. და აი ესა დისტანციის ურთიერთობა. ამ ეტაპზე ესე უნდა იყვეთ დისტანციაზე. მეგობრებო, უნდა იყვეთ კიდევ დისტანციაზე. ეს არის დისტანციური ურთიერთობა. ეს არის პლატონური მეგობრობა, პლატონური სიყვარული და ხო ურთიერთობა მანძილზე. ესე უნდა გააგრძელოთ. ხო. რჩევა თქვენ.
თქვენ უნდა მოძებნოთ ახალი გზები, ახალი შანსები, ახალი მეგობრები, ახალი სამსახური, ახალი ურთიერთობები, ახალი ადამიანები უნდა გაიცნოთ, ახალი მეგობრები უნდა გაიცნოთ, მეგობრებო. აი თქვენ, ზუსტად. რატომაც არა. რჩევა თქვენ. გადადებით ოჯახი, გვერდით, გადადებით ურთიერთობა გვერდით, ამ ეტაპზე და დღევანდელ დღეს რაც არ ხერხდება, რაც არ კლავს გვაძლიერებს, ხო გაგიგონიათ? აი მაგის პრინციპია ზუსტად. არ ინერვიულოთ. ნახეთ. ესეც გადადებით, ესეც გადადებით. საკუთარ თავზე იფიქრეთ. ეს მოვა. მოვა, მეგობრებო. მოვა. უბრალოდ გადანახეთ რა წერია, გადაწყვეტილების გადადება. ცოტა ხანი გადადებით ეს ურთიერთობა, მოეშვით ამ ყველაფერს და დაატკბით საკუთარი თავით. ხო. აწარმოეთ მოლაპარაკებები, გაიცანით ადამიანები, საკუთარ თავზე იფიქრეთ, საკუთარ წარმატებაზე იფიქრეთ, ბედნიერებაზე იფიქრეთ, საკუთარი თავი რა სიამოვნოთ და რა გაახაროთ, იმაზე იფიქრეთ. ხო. დაანებით ამ ყველაფერს თავი. ხო. ვისაც უყვარხარ არ მიგატოვებს ზუსტად. ეს იყო რჩევა, ასეთი. არ გძულდეს ხო არ გეუბნება ვინმე? მოიძულეო კი არ გეუბნება ვინმე? უბრალოდ ამ ეტაპზე შეჩერდი, გაჩერდი ადამიანო. გათიშე ეხლა გული, გრძნობა გათიშე, გაყინე და იმოქმედე გონებით. დამთავრდა. მეტი არაფერი. ზუსტად. არა ამასე, მერე? არაა მერე მართალი? ხო. ცოტა ხანი მეგობრებო. რჩევა ესეთია ამ საღამოს. ცოტა ხანი უნდა შეჩერდეთ, მეგობრებო. სტოპი გაქვთ, სტოპი მეგობრებო, დაასტოპოთ უნდა, გაჩერდეთ უნდა მეგობრებო. წითელი გაქვთ ანთებული მეგობრებო. თქვენი დახასიათება თუ მოისმინეთ ყველა, მიხვდებით რასაც ვსაუბრობ ახლა მე. წითელი გაქვთ ანთებული მეგობრებო. გადაიწვით ხო ხედავთ. ცეცხლი გაგეკიდათ მეგობრებო. საკუთარი თავი არ გეცოდებათ ადამიანებო? მე მოვკვდი თქვენი საწოდავებით აგერ. რასაც აქ ვკითხულობ. აღარ დაიღალეთ, საკუთარი თავი არ გეცოდებათ. საკუთარ თავს უნდა მოუხადოთ უშველებელი ბოდიში. უდიდესი ბოდიში მეგობრებო, რომ ამდენი გული ატკინეთ. დაამტვრიეთ, დაანაკუწეთ, დააცამტვერეთ საკუთარი სხეული. ბევრი ხართ ასე. ხო და ამიტომ გეუბნებით მეგობრებო, საკუთარ თავზე იფიქრეთ ადამიანებო. დაისვენეთ, დაწყნარდით, დამშვიდდით, თავი ხელში აიყვანეთ, საკუთარ თავს ასიამოვნეთ მეგობრებო. მეც დავასრულე ნერვიულობა. მე ეხლა რაც მაქვს ანერვიულო, ეს არის უფრო ეს სამსახურეობრივი ეხლა მეგობრებო. ხო. მე რომ კარგად მაქვს საქმე სამსახურში, თქვენ უნდა ნახოთ მე გარეთ როგორი გავდივარ. ხო, ამიტომ საკუთარი თავი ყველაზე უპირველეს ყოვლისა. ჯერ და დანარჩენი ყველაფერი იქნება მეგობრებო. ეხლა ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. აი რა მაგის პასუხია და ნახეთ ეხლა უბრალოდ რაღაცას შედარებას გავაკეთებ მეგობრებო. აი მაგალითად გვინდა აი ჩვენ ეხლა ქალბატონებს მივმართავ. ნამდვილად ვიპოვი, ვიცი მჯერა. აი მაგალითად მეგობრებო ეხლა ჩვენ ქალბატონებმა ეხლა წავიჭორავთ, მამაკაცებმა გვისმინონ.
ხო. უყურეთ ახლა ისი თქმა მინდა. აი ჩვენ მაგალითად ახლა მე პირადად ხო? მე პირადად ახლა მეგობრებო და ყველა ესე ფიქრობთ ალბათ და მეთანხმებით, რომ გვინდა გვერდით ძლიერი მამაკაცი, ძალიან ისეთი მიზანდასახული, გემოვნება არაჩვეულებრივი გვაქვს, ვინ შეგვედრება, ხო? და მეთანხმებით. ხო. მოთხოვნილებებიც კიდე ხო რა სიტყვით? ვაიმე, მოთხოვნილებები ისეთი მაქვს, რომ გემოვნებასთან ერთად, რომ აი არ ვიცი, მოიტყვიან, აი ვერ წარმოიდგენთ ალბათ. ხო, უყურეთ ახლა ისი თქმა მინდა. და ესე იგი გვერდითაც გვინდა ისეთი ადამიანი, რომ აი ზუსტად რო წარმოიდგენ და ვაიმეო და უიმეო რო იქნება და სხვა რო იტყვის, რომ აუ რა მაგარი ადამიანი ყავს გვერდითო, ხო? მეგობრებო, ხა ბევრი ჭორიკნოთ ახლა, ჭორიკნოთ. ხო, ასე იფიქრებს. ხო, უყურეთ ახლა. ეხლა დავფიქრდეთ ამ დროს მეგობრებო. და გვინდა ძლიერი ადამიანი გვერდით. ყველაფერთან ერთად, ფინანსებით და ყველაფრით, სრული პაკეტით ადამიანი გვერდში მდგომი. ხო, მეგობრებო? ხო. ეხლა ჩვენ რომ ასეთი ადამიანი გვინდა ისე ჩვენში დარჩეს, მაგრამ იქნებ ჩვენი პარტნიორიც ასე ფიქრობს, მეგობრებო. რა სიტყვით ახლა ამ დროს? იქნებ ისიც ასე ფიქრობს, მეც ესეთი ადამიანი მინდა გვერდითო და ჩვენ ამ დროს არ ვართ ასეთი მეგობრებო და რა გავაკეთოთ? ჰაწევდეთგო? მეგობრებო, ჰად ნაწევდეგო? მეგობრებო. ჰად ნაწევდი ამ დროს მითხარით. რა მეგობრებო, რა სიტყვით ახლა ამაზე? რა თქმა უნდა. ხო. ვერე? ხო. ზუსტად მართალი რო ვარ, მე სიმართლეს მომბობ ყოველთვის. ხო. მე ამას ფიქრობ, ამიტომ არ მინდა არავინ. მე იმ სიმაღლის დონეზე რომ ავალ. მერე დამელაპარაკოს ვინმე. ხო. მოთხოვნილებები მე მაქვს ჩემი თავისთვის და არა სხვისთვის, სხვისი ჯიბით და სხვისი იმით მოტანილით. საერთოდ არ მინდა. მე მინდა ჩემი. ხო, რა თქმა უნდა, life is love, რა თქმა უნდა. მე მინდა ჩემით ნაშრომი, ჩემით მივაღწიო, ჩემით, რომ იმიტომ კი არა, რომ ვინმეს რამეს ვუმტკიცებ, არა. უბრალოდ მე მინდა. ხო და მიხდი ახლა მაგის პასუხი თეა? აპატიეთ გოგოებო. ხო, ჯერ ჩვენთვის არაფერი გვემეტება. საკუთარი თავისთვის რომ არაფერი გვემეტება გოგოებო. ეხლა გამეცით პასუხი. თქვენი პარტნიორი, რომელიც ხედავს რომ თქვენ საკუთარი თავისთვის ვერ იმეტებთ ვერაფერს, მისთვის რამეს გაიმეტებთ, მეგობრებო? ამას ფიქრობს, მეც კი არაფერს. ამის თქმა მინდოდა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, არავის არ გაყენებთ შეურაცხყოფას, დედას გეფიცებით. უბრალოდ ჩვენ რო ძლიერები ვართ, ჩვენ რო ფეხზე მყარად ვდგავართ და ჩვენ რომ ჩვენი გვექნება და არას თქმას რო ვისწავლით, მეგობრებო, მე აქეთ შეგეხვეწებათ თქვენი პარტნიორი და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი. მხოლოდ თქვენს პარტნიორზე აღარ გაჩერდება, მეგობრებო, საქმე. ხო, ძალიან ბევრი გეყოლებათ რო იტყვიან აკლონიკებიო ჩვენთან რო იცოდენ. ხო, ასეა ნამდვილად. ეხლა მოდი გავაგზელებ. სიმართლეა კი. ხო, შეიძლება დაგირეკოთო. ხვალ რა დღეა, ხვალ არის ოთხშაბათი. ხო,
ხვალ შეიძლება დაგირეკოთო. მოდი ხვალ დამირეკე და შევთანხმდეთ. არ ვიცი თუ რამე. ჯერ შევთანხმდეთ, მეგობრებო. ხვალ აი ხო გეუბნებით ძალიან ისეთი დღეები მაქვს რომ თავს ვიკავებ პირად გაშლებზე. ჩემო ძვირფასებო. საკუთარი თავისთვის ვერ მიმიხედი. აი ხა ისეთი დაძაბული სიტუაცია მაქვს. მოკლედ მეტი რომ არ გავაგრძელოთ ახლა. მოდი ასტრაბარათებს ვკითხოთ. თქვენი პარტნიორის რაზე გვაქვს დღეს მეგობრებო? დღევანდელი ჩვენი თემა რა არის? ყველაფერი, ხო? მოდი ყველაფერი გვითხრას თქვენმა პარტნიორმა. მოდი რასაც გვეტყვის ყველაფერი. რისი თქმა სურს თქვენს პარტნიორს ასტრაბარათების დახმარებით? რას გეტყოდათ? რას გეტყვით თქვენი პარტნიორი? რას გეტყვით და თქვენ ხართ იდუმალი ადამიანი. თქვენ ხართ ღამის მოყვარული ადამიანი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ხართ დაკავებული ამ თვითონ ფიქრობს ასე მეგობრებო, მაგიებით, ჯადოებით, თუ ჯადოსნური ადამიანი ხართ, შეიძლება ამასაც ფიქრობს კი. ჯადოსნური ადამიანი ხართ, გამოუცნობი ადამიანი ხართ, თქვენ ხართ ადამიანის სასწაული მისთვის და შთაგონების წყარო. ამასთან ერთად ხო სასწაული, ორივე ერთად ხო სასწაული მეგობრებო. აი, თქვენ ხართ რწმენა, თქვენ ხართ იმედი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველანაირ მის სურვილს ისრულებს. აბატონო. მითხრა და გამიკეთე ესეთი. ხო, გითხრა, ხო? გეტყოდა კი? ვის ეტყოდა და ვის ვერ უბედავს თქმას, რა ვიცი? ვის ეტყოდა და ვის რა და ვის რა. Life is love. ღმერთი მადლობა, გაიხარე, რა სამბობ. მოკლედ, კიდევ რა. მის მჯერა რა თმინდა ფიცი? ჯერა. მეც მითხრეს ეს და წლების უკან საერთოდ შეხება არ მქონდა კარტთან მეგობრებო. დედას გეფიცებით. მეც მითხრეს ეს. ვეძმა ხარო ასე მითხრეს. დედას ფიცავ, შვილს გეფიცებით. რა მისამართი უნდა ჩაგიგდო life is love, ხადაო? ხო. თუმცა მაშინ ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ მეგობრებო, მე კიდევ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ შენ რასაც ამბობ, ყველაფერი ხდებაო და აი დავწმუნდი მაშინ. კი. მე გამახსენდა, რომ ბავშვობაში მქონდა ესეთი წინათგრძნობები, ბავშვობაში ვიხედებოდი ყავის ჭიქაში და ბავშვობაში მქონდა ეს კარტის სიყვარული ძალიან დიდი და აი აქედან უკვე წამოვიდა ეს უკვე წამოვიდა და მოვედი ბოლო აქამდე. მაგრამ ძალიან დიდი ხნის შემდეგ. ძალიან დიდი ხნის შემდეგ. მე ამ საქმით ვარ დაკავებული შარშან იანვრიდან. 16 იანვარს ავტვირთე პირველი ვიდეო. ხო, ამიტომ წელიწად ნახევარი თუ რაღაც. არცა უფრო მეტი. ხო, ჩემო ძვირფასებო, მოკლედ აღარ იმას ვიზამ გავაგრძელებ, მოდი გავაგრძელოთ. რას გვეტყვის კიდევ თქვენი პარტნიორი? ხო, შეიძლება ფიქრობს, რომ რაიმეს უკეთებთ და დაკავებული ხართ ამით. შეიძლება იმასაც ფიქრობს, რომ აი რაც უთხარით, ის აუხდა. კი, სიტყვით თქვენს სიტყვას ძალა აქვს, თქვენს ქმედებას ძალა აქვს, თქვენს ფიქრებს ძალა აქვს. თქვენ კიდევ საუბარი გიყვართ ღამე, წასახედავთ და საუბარი გიყვართ ღამე ვარსკვლავებთან, ვარსკვლავებზე შეიძლება ოცნებები გიყვართ. კიდევ რაღაცები, ხო რა, რაღაცებს უშვებთ. ნახეთ აქ რა ხატია. ვარსკვლავებთან ერთად რაღაცებს იფიქრებთ და ოცნებობთ, რაღაცებს ოცნებობთ და აი სამყაროში უშვებთ. ამ თქვენს ფიქრებს. კი. კიდევ რა, ხო.
კიდევ ის რომ თქვენი პარტნიორი ფიქრობს რომ რაღაც თილისმები გააქვთ, რაღაც გააქვთ, გიკავია ხელში, სულ გიკავიათ რაღაცა ხელში მეგობრებო. ახ ტელეფონი არა, ტელეფონზე გამოვრიცხავ. რაღაც არის ისეთი, რაც თქვენი თილისმა, თქვენი ამულეტია, თქვენ რაც რაღაცას ხშირად ხელით ეხებით და ეს არის თქვენი დამცავი. ეს შეიძლება იყოს სპეციალურად გაკეთებულიც და ეს შეიძლება იყოს უბრალოდ თქვენი საყვარელი ნივთი, რომელიც თქვენ თვითონვე გააქვთ დამცავად. თქვენითვე გაკეთებული. ხო, ნუ ვისრა და ვისრა, კი. კარგით, კიდევ მოდი რა. კი, ხშირად კიდევ როგორი თვისება გაქვთ, იცით, მეგობრებო, ხო, თქვენზე საუბრობს. ხშირად უყურებთ ცას, რატომღაც მგონია რომ ხშირად უყურებთ ცას, მეგობრებო, რატო უყურებთ ცას? ბევრი თქვენთაგანი ხშირად უყურებთ ცას. არ ვიცი, ჩვევად გქონდეთ შეიძლება ამინდის ყურება, ან მზე გიყვარდეთ, ცას, აი ზემოთ ყურება გიყვართ. ორივე ნახეთ, ორივე კარტი ზემოთ იყურება. რა თქმა უნდა, კი. კარგით, კიდევ რას გეტყვით? თქვენი დახასიათებით, მეგობრებო, აი ხო ხედავთ? თქვენი დახასიათებით, მორიელი ახლა ოთახიდან გასვლა შემეძლოს, დავლევდი ყავას, კი, მაგრამ იცი? ბალანსი. რას გვეტყვის კიდევ თქვენზე? ხო, ნახეთ, რას ამბობს მეგობრებო. ყოველთვის ხართ ბალანსში. აუღელვებლები, ადრე არ ვიცი რა იყო, მაგრამ ეხლა ესე გხედავთ ეს ადამიანი, რომ თქვენ ხართ აუღელვებელი, ბალანსში ხართ. როგორათაც სირთულები არ უნდა გქონდეთ, მაინც იწყნარებთ საკუთარ თავს. ნახეთ, როგორ ამშვიდებს ადუღებულ წყალს რაღაცა ინსტრუმენტებით. ანუ ეს ახლა ქიმიის პონტია, მაგრამ ანუ თქვენ საკუთარ თავთან მუშაობთ კი. ხართ ძალიან ტოლერანტულები, ძალიან მეგობრულები, ძალიან ყურადღებიანები, ყველასთან შეგიძლიათ საერთო ენის გამონახვა, ამას ამბობს. მასზე არაფერს არ ამბობს, თქვენს დახასიათებაზეა გადასული ადამიანი, საცოდავი მისი დღე. ნამდვილად, ანა მარია. კიდევ რას გვეტყვის? ხო, კიდევ რას გვეტყვის და ძალიან ყურადღებიანი ხართ. ყველაფერს ყურადღებით აკეთებით, აკვირდებით, მაგრამ უყურეთ რას ამბობს კიდევ, ცოტა ეშმაკიც ხართ. ხა. ცოტა ეშმაკიც ხართ. სიეშმაკე. სიეშმაკე, აი? ხო. უი, რას ამბობ, ლაიფის ლო? ქალწული ხარ თუ? რას მელაპარაკები? კიდევ რას გვეტყვის? თქვენს ურთიერთობაზე რას გვეტყვის? თანამშრომლობა უნდა თქვენთან მეგობრებო. ნუ ეხა სიყვარულზე თუ აღარ გადავალთ, თანამშრომლობა უნდა. ოხ, რა სასწაულია ღმერთო. ძალიან ნიჭიერები ხართ. თქვენ მეგობრებო, თქვენ ხართ უნიჭიერესები. მოკლედ ყველა კარტი თქვენი დახასიათებისა დღეს. ურთიერთობაზე არაფერს ამბობს. ხო გეუბნებით თქვენს პარტნიორს, ოღონდ ურთიერთობაზე არ დაელაპარაკოთ და რასაც გინდა იმას გააკეთებს. ხო, ძალიანაც კაია ბიზნეს პარტნიორობა. მაგ ბიზნესში ყველაფერი მოდის მერე. ხო, მოსული პონტია მაი. ძალიანაც კარგი.
ბიზნეს პარტნიორობაში ყველაფერი მოსულია. კი ვიცით ახლა კი მიხვდებით რასაც გულისხმობ. ხო. მეგობრები დავრჩეთ. მან თუ არ ზუსტად. თავში ფეხი აქვს. გაიხარე. ხო. ახო ხედავთ დღეს შემოგვიხდა აქ ერთმა მორიელ შენ არ ვიცი თუ იცი არ იცი მე მგონი აქ ერთმა შემოგვიხდა დღეს ხო და ასე მომაძახა ჯოჯოხეთში მოხვდებიო არა ჯოჯოხეთის ცეცხლში დეიწვევიო თუ დეიწვიო ხო იმიზა ვიწოვი აგერ ახლა კაი ხასიათზე ხო მოკლედ ჩემო მეგობრებო მოდი ერთი კიდე ძალიან ნიჭიერები ხართ ხო ვამბობდი ამას უყურეთ რას ამბობს ეს კარტი კარგად არ მოვიტანე თქვენამდე ბარათი ანუ უყურეთ ახლა რა უნდა და ამ ადამიანს უნდა და მეგობრებო რომ თქვენ გაბმულიყავით მის მახეში ამ ადამიანს ძალიან უნდა და რომ მისი ნოტებით გემღერათ გეცეკვათ გედარდათ ძალიან ბევრი გეფიქრათ მასზე ანუ ხო ხვდებით და გამოვიდა პირიქით მინდა გითხრათ რომ ამ ყველაფრიდან თქვენმა პარტნიორმა იმდენად გახასიათათ რომ ეს უნდა და მას და გაება თვითონ ამ ყველაფერში აი სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული მეგობრებო ხო ნუ რას ვიზამთ ახლა მორიელ ვერ ვიზამთ ახლა ვერაფერს ჩვენ ძამა სიცილის და ხარხარის გარდა მეტი არაფერი არ გვაწყობს ჩვენ ხო ჩვენ აქ არავის არაფერს არ ვუშავებთ ვისაც არ ვუნდებართ არ ვიწყევლებით არ ვიკრულვებით სხვა შეურაცხყოფას არ ვაყენებთ ხო დანით არ ყლავთ ხალხს რო იტყვიან გულს არ ვტკენთ არავის ვისაც უნდა ჩვენი გარემო კეთილად და პატიოსნად მივიღებთ ვისაც არა და წამუძუნდება აქედან წავაბუძუნეთ დღეს და ბლოკე ვერ გევიგე ახლა ის ჩემი სფეროა ჩემი პლატფორმა რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ვისაც არ უნდა ჩემი მოსმენა გეიაროს ასკროლოს ჩვენ დავტოვოს აქ ვისაც გვინდა ერთმანეთი რა პრობლემაა მეგობრებო ვის რას ვეხვერწებით ვის რას ვაძალებთ ვის რას ვავალებთ ვის ვალდებულებთ საინტერესო კია ხო ამიტომ თქვენი პარტნიორი მეგობრებო ამბობს იმას რომ შენ როგორც გინდა ისე ატრიალებს სამყაროს საშენოდ აბა რა ამას ამბობს თქვენი პარტნიორი ყველაფერი ბრუნავს მზის გარშემო ანუ შენს გარშემო ტრიალებს ყველაფერიო შენ როგორც გინდა ყოველთვის ისე გამოგდის და აკეთებ ყველაფერს და ხდება ისე ზუსტად რატომაც არა მაგდა რას ამბობ ადამიანს როდესაც უყვარხარ ყოველთვის კი არა ერთხელაც არ გააკეთებს მაგას ერთხელაც არ გაიფიქრებს მაგას სიზმრადაც არ დაესიზმრება ზუსტად ამიტომ მეგობრებო თქვენი პარტნიორია გააბმული თქვენს მახეში ეხლა როლი და პარადი მიყავთ თქვენ კონცერტი თეატრი დადგმა სპექტაკლი ყველაფერი თქვენზეა ხო ზუსტადაც აი მეგობრებო პირველი ორი კარტი რომ რასაც თქვენ გადაწყვიტავთ
სიტუაცია შეცვლილია კარგახანია. უბრალოდ მან არ დააფასა თქვენი ამბავი, თორე სიტუაცია მაინც ასე წევიდოდა, თქვათ. უყურეთ? ამას დავანებოთ თავი, ამ კარტებს, მეგობრებო. ეს კარტი არის რწმენის, იმედის ვარსკვლავი, ადამიანი ვარსკვლავი, ადამიანი სცენის მოყვარული, ეკრანის მოყვარული, ადამიანი ყველას მოყვარული, თბილი, გულკეთილი, რომელიც ასხივებს ამ დადებით ემოციას. და ამას ისე წარმართავს, როგორც მას უნდა. ხო, ურთიერთ გაგებაში ასე ჯდება ჩემს წარმოსახვაში ეს ორი კარტი. ბარათი. ამიტომ მეგობრებო, თქვენ როგორც გინდათ, მაინც ისე იქნება ყველაფერი. და თუ თქვენს პარტნიორს არ აწყობს ისე როგორც თქვენ გინდათ, არ მოვა და ვერ მოვა, არ მოუშვებს სამყარო სხვანაირად. და ნუ ელოდებით. ამის თქმა მინდა. ნუ ელოდებით ისეთ ადამიანს, რომელიც თქვენ რომ გინდა ისე არ გააკეთებს და თქვენ იცით რომ ის ასე არ გააკეთებს მაინც, ხო? ამიტომ ნუ ელოდებით ასეთ ადამიანს, მეგობრებო. იმიტომ რომ იცოდეთ რომ არ მოვა. არ მოიყვანს სამყარო, არ მოუშვებს. იმიტომ რომ სამყარო მიცის რომ ის მაინც არ გააკეთებს ისე როგორც თქვენ გეკადრებათ. და თქვენ ძალიან კარგად გეკადრებათ ყველაფერი სიკეთე. მორიელ რებს წერ. მორიელ რებს წერ მეთქი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, სახელის განმარტებას თუ წერს, ახლა მაგი არ ვიცი და რას წერ? რა სიკვდილის სახელს ახსენებ, მორიელ? მე ვარ სიკვდილი, ცოლი რადგინდა, რაში უნდა გამოიყენო. ვერ გავიგე, მეგობრებო. იმ ვიღაცას უწერია. ნუ კარგით, მეგობრებო, ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, მოიყვიან, გაგვიგრძელდა, მაგრამ არა უშავს. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, მეგობრებო. ურმესი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მეიმედებით. თქვენთან ერთად მეც ხალისობ, პროიტყვიან, რატომაც არა. ვინ ვიხალისოთ, ვის ხალისობა უყვარს, ვის დროის გაყვანა უყვარს, რა პრობლემაა, მეგობრებო? ვისაც როგორ გაწყობთ, როგორც უკეთესად იბრძნობთ თავს, რა პრობლემაა? რატომაც არა. აქ რისთვის ვართ აბა, მართლა იმის არ იყოს ახლა. ხო, ყველაფერია და ზოგჯერ ეს თავის გართობაც აი კინოფილმებითა. აი სახში საღამოობით ბავშვობაში მახსოვს კინოში დავდიოდით სულ ინდურ კინოებზე და ის იმდენად ჩვევად მქონდა, ხო, ისე მიყვარდა იქ წასვლა, რომ არის არ ვიცი. აი ზუსტად ანალოგიური. ანა მარია რებს წერ. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. აი უღრმესი მადლობა, მეგობრებო. ურის ჭამ რატო დაიღალე ხანდახან მაგი მარტო ჭამაც საჭიროა, მორიელა. შეირგე, არი ნერვიულო არც მაგაზე. რასაცა შეშჭამ შენია, რაც არა დაკარგულია, ხო იცი? ხო.
მშვიდობიანი ღამე ყველას ჩემო ძვირფასებო. გაიხარეთ. აი ეს ვერ ხვდები რა არის, რაღაცას აგზავნი და არ მოდის მაგდა. რატო გიწერია ეს სახელი მაინც ვერ მივხვდი. ხო, მივხვდი რაღაცას რო აგზავნი და არ მოდის ჩვენთან და არ გინდა ნუიხარჯები. უღრმესი მადლობა ყველას, მშვიდობიანი ღამე და ტკბილი სიზმრები ყველას ნამდვილად. ბედნიერი დილის გათენება ჩემო ძვირფასებო. Life is love ჩართე და შემოვალ. ლაივი ჩართეკთ ხო? და გადმოვალ შენთან. აინტერესებს ხვალინდელი დღე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფალი გფარავდეთ ყველა თითოეულ თქვენთაგანს მეგობრებო. ავი თვალიდან, ავი გულიდან, ავი სულიდან, ბოროტებიდან. სულ სიკეთის გზით გევლოთ. Life is love, ლაივი ჩართე გელოდები. მეგობრებო, ნუ გაეკიდებით. შენ WhatsApp-ში არ მინდა კაცო. ჩართე ლაივი ახლა თუ გაქვს დრო და თუ შეგიძლია ჩართე ლაივი. ლაივში შემოვალ. ყველას ასევე მეგობრებო, ღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. დედას გეფიცებით ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მეიმედებით. ჩვენ ვართ ერთი ოჯახი. მოკლედ გავედი მეგობრებო. გავედი მეგობრებო, Life is love-ის ლაივში შევიდეთ მეგობრებო. Life is love გელოდებით ლაივში, მიდი ჰე. აბა ხვალამდე ჩემო ძვირფასებო, მადლობა ყველას, გაიხარეთ.